ანალიტიკოსი ამირან საულქოძე შემოგვიერთდება. ბატონ ამირან, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოახერხეთ და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ამირან, ხელისუფლება ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს, ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის, ისინი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის თავიდან დაკომპლექტებას, თამარჯვანიას გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თქვენ საუბრობთ, რომ იმისათვის, რომ წაგებული არავინ გამოვიდეს, უნდა შეიცვალოს მოთხოვნები. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წაგებული არავინ გამოვიდეს და ქვეყანაც არ დაზარალდეს თქვენი შეფასებით? პირველ რიგში ეს მოთხოვნები, რასაც აყენებენ, ძალიან კარგად იციან, რომ შეუსრულებადია ამ ეტაპისთვის და განსაკუთრებით გაუგებარია პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიწებება არჩევნებთან და ყველა აქციასთან, რომელ აქციასაც კი ატარებენ. დღევანდელი მოთხოვნები უნდა ეხებოდეს არა პოლიტპატიმრებს ან სხვა რაღაც საკითხებს, არამედ კონკრეტულად არჩევნებს. მოთხოვნა ყველა შემთხვევაში მოსახსნელია? ყველა სხვა მოთხოვნა არის მოსახსნელი, რადგან ეს არ ეხება არჩევნებს. დანარჩენ საკითხებზე ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ ცალკე ჩაატარონ აქციები და ცალკე გააგრძელონ მოთხოვნები, ანუ ეს არჩევნები და სხვა დანარჩენი საკითხი უბრალოდ უნდა გამიჯნონ ერთმანეთისგან. ეს აბსოლუტურად წამგებიანი მათთვის, თორემ რომ მათი პრობლემაა და მათი გადასაწყვეტია რა მოთხოვნებს ჩამოაყალიბებენ. ახლა რაც შეეხება თავად საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ მათ მოთხოვნებს. არსებობს რაღაც ჩამოყალიბებული ტრადიციები. ხომ მასთან დაკავშირებით თუ ერთი მხრივ როგორ აღიქვამს მთლიანად მოსახლეობა ჩატარებულ არჩევნებს და ჩვენ გვინახავს ჩვენს ისტორიაში, მაშინ როცა ადამიანები, ანუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აღიქვამს არასამართლიანად შედეგებს, ჩვენ ხალხს ვერ გავაჩერებ და ხალხი გამოვა ქუჩაში მასობრივად. ეს გავლილი გვაქვს ჩვენს და ძალიან ბევრ სხვა სახელმწიფოს და არსებობს მეორე ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს მის ნებისმიერ ხელისუფლებაზე იქნება მოქმედი წინა ხელისუფლებები თუ შემდგომში ვინც მოვა ხელისუფლებაში, არავინ მოერგება. არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიები, არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც სხვა პარტნიორები. ესეც გავლილი გვაქვს და ესეც ძალიან კარგად ვიცით. გუშინ იყო სხვათა შორის ერთ-ერთ არხზე არ დავასახელებ ტოკ-შოუში, როცა წამყვანი ეკითხება სპორტსმენ დეპუტატს თუ როგორ არის სპორტშიო და დაიწყო დეპუტატმა ახსნა თუ როგორ არის სპორტში, არსებობს მსაჯი, რომელმაც განსაჯა და თუ არ ვართ მაყოფილი მსაჯის გადაწყვეტილებით, შემდეგ გასაჩივრებენ UEFA-ში, FIFA-ში და ასე შემდეგ. არ დაამთავრებინებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი UEFA და FIFA არის ზუსტად ის ევროსტრუქტურები და ის ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც აფასებენ არჩევნებს და რომელთა შეფასებები და რეკომენდაციები არის გასათვალისწინებელი. მესმის ყველა დარღვევასთან დაკავშირებით რა პრეტენზიაც არის. რა თქმა უნდა, ყველას მეც ნებისმიერ მოქალაქეს სურს იდეალური არჩევნები, მაგრამ არ ვიცი, მსოფლიოში იდეალური არჩევნები სად ტარდება და თუ არის ეს ხარვეზები, ეს არის ზუსტად იმ პოლიტიკური პარტიების ბრალეულობა, რომლებიც არიან 50 წლის განმავლობაში პარლამენტში და ზოგადად ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში. ძალიან კარგად იციან, როცა არიან ხელისუფლებაში, რა კანონებს იღებენ და საითკენ მიყავთ ყველაფერი. ახლა ჩემი პირადი შტაბ-სტილება თუ გაინტერესებთ, ერთ-ერთი მშვიდი არჩევნები იყო, რაც მინახავს ამ 25-30 წლის განმავლობაში საქართველოში და ძალიან ბევრი ადამიანის პირადი მონახული ვიცი, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს გულისხმობ, რომლებიც საარჩევნო უბნებზე იყვნენ, დაახლოებით 4-5 უბნის შიდა სამზარეულო ვიცი და ეს პოსტები ვრცელდება სხვათა შორის, მაგრამ მე პირად მონახულს გეუბნები, თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებში. არ მინდა მე ახლა ეს ამ ყველაფერზე ვისაუბრო. გზა ვიცი ერთი. ეს არის სამართლებრივი გზა და გააგრძელონ დავები. მე ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მაქვს ჯერ კიდევ მეორე დღეს
არჩევნების და თქვენი ეთერითაც სხვათა შორის ვისაუბრე, რომ გააგრძელოთ სამართლებრივი დავა. ამ დავის გაგრძელება შეიძლება როგორც საპარლამენტო საქმიანობის პირობებში, ასევე ბოიკოტის დროსაც და მიიყვანონ სამართლებრივად ყველაფერი ბოლომდე. ამას მოუწოდებენ ჩვენი პარტნიორები და თუ დადგება აი ამ გადათვლების, ვიდეო ფირების, ჩანაწერების ნახვის შედეგად ის სურათი, რომ ოპოზიცია იქნება მართალი, ან გადაითვლება ხმები ისეთნაირად, რომ ქართული ოცნება აღმოჩნდება უმცირესობაში და ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, მე ამ შედეგს მივიღებ, რომელი პარტიის ამომრჩეველიც არ უნდა. აი ეს არის ჩემი პოზიცია. ბატონო მირან, როგორ ფიქრობთ, ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ოპოზიცია მოახერხებს ელექტორატის მობილიზებას ვინაიდან ამ კითხვას ვსვამ იმის გამო, რომ თქვათ არის მოსაზრება, რომ ოპოზიციის ამომრჩევლის ნაწილი არის იმედგაცრუებული მათი გადაწყვეტილებით, რომ ისინი არ შევიდნენ პარლამენტში, მათ ხმა მისცეს ოპოზიციას, იმიტომ რომ უსურდათ ეს მანდატი გამოეყენებინათ და საკუთარი ხმა არჩევანი ყოლოდათ საკანონმდებლო ორგანოში და ნაწილი ძალიან განაწყენდა ამ გადაწყვეტილებით. როგორ ფიქრობთ, მოახერხებს ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ოპოზიცია ელექტორატის მობილიზებას? მე ხელახალ არჩევნებს გამოვრიცხავ და შესაბამისად არ განვიხილავ ამ საკითხებს. ხელახალი არჩევნების ჩატარება ქართული ოცნების მხრიდან ნიშნავს აღიარებას, რომ მათ გააყალბეს არჩევნები. ეს გამორიცხულია ქართული ოცნების მხრიდან რა იქნება კომპრომისი იმისათვის, რომ ვითარება განიმუხტოს? თქვა თქვენ საუბრობთ, რომ ოპოზიციამ უნდა შეცვალოს მოთხოვნები და თქვათ შეიძლება შეიცვალოს ეს მოთხოვნები და თუნდაც პოლიტპატიმრებთან დაკავშირებითაც ისაუბრეთ, თუმცა თავად ქართულმა ოცნებამ რა ტიპის კომპრომისული ნაბიჯი შეიძლება გადადგას? მით უმეტეს დიალოგი მიმდინარეობს, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით ეს მოლაპარაკებათა რაუნდი გრძელდება. საერთოდ ძალიან ცუდი რეალობაა, როცა უკვე მეორედ გვიწევს ჩვენ ელჩების გამოყენება, სხვაგვარად ვერ ახერხებენ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან ლაპარაკს და მე ამ კრიზისს, რომელსაც პოლიტიკურ კრიზისს ეძახიან, უკვე მეორედ ამ ერთი წლის განმავლობაში დავარქვი პოლიტიკური სუბიექტების თანაცხოვრების კრიზისი, კოჰაბიტაცია რასაც დაარქვით. აი ჩვენ გვაქვს კოჰაბიტაციის კრიზისი. პოლიტიკურ სუბიექტებს არც მეცხრე მოწვევის პარლამენტში შესწევდათ უნარი ერთმანეთთან ესაუბრათ და საკითხები გადაეწყვიტათ, არც დღეს შესწევთ. და მე აქ განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების მთლიანი სპექტრის ბრალეულობას გაცილებით მეტად ვხედავ, თუმცა არ ვხსნი პასუხისგებლობას ქართულ ოცნებას. მე მოუწოდე სხვათა შორის თუ არ ვხვდებით, თქვენი ეთერიცაც წინა ჩართვების დროს პირველი ტურის შემდეგ, რომ მათ უნდა შეექმნათ სათანადო გარემო მოლაპარაკებებისთვის. ეს გარემო საინფორმაციო გარემო, იმიტომ რომ საკმაოდ ხისტი განცხადებები კეთდებოდა თავდაპირველად მართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან. მოახერხეს ამ გარემოს შექმნა? დიახ, ყველა მხრიდან კეთდება ეს განცხადებები და განსაკუთრებით მიუღებელი იყო ინიციატივა ეგრეთ წოდებულ სირცხვილის დერეფნებთან დაკავშირებით, რომლებიც აი ესე ზუსტად როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიფიქრა ნაციონალურმა მოძრაობამ ამ დერეფნების მოწყობა? ერთი კანონდარღვევა, მეორეც ეს არჩევნებზე ზემოქმედებაა და მესამე და მთავარი ეს არის ასეულობით 1000 ადამიანის, რომლებიც მივლენ დღეს ოპოზიციის განწყობების მიუხედავად არჩევნებს. ეს არის მათი შეურაცხყოფა სირცხვილის დერეფნებზე. კარგად დაფიქრდნენ, ვინ უნდა დადიოდნენ და ვის უნდა უწყობდნენ განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენთან უთიფრობის აღლუმია. გავაგრძელოთ ჩვენ, მოდით, ესე იგი სავარაუდო საკითხებზე ვისაუბროთ, რაზეც უნდა მოილაპარაკოს მხარეებმა. მე ასე მესახება. ხისტი პოზიციების დაფიქსირება მესმის ასე იგი მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე. ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ არ ჩავატარებთ ხელახალ არჩევნებს, ოპოზიცია ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ეს არის ორი მხარის, აი ამ ორი პოლუსის საწყისი პოზიციები და მოლაპარაკებების შედეგად რაღაც საკითხამდე უნდა მივიდეს. ვერც ერთი საკითხი და ვერც მეორე ვერ იქნება შედეგი მოლაპარაკებების. აქ ძალისმიერი ის არ გამოვა კლავის გადაწევა. ამიტომ უნდა გამოკვეთონ საკითხები, რომელი საკითხების ირგვლივად შეიძლება საუბარი. ხედავთ ამის რესურსს?
სურვილი უნდა დავინახოთ ჩვენ რესურსი ამის არსებობს და რეალობა ამისათვის შექმნილია, რეალობას გულისხმობ იმ წინაპირობებს, რაზეც გესაუბრეთ. ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არჩევნების აღიარება. მიუხედავად იმ ნაკლოვანებებისა, რომელ ნაკლოვანებებსაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვუყურებთ, მაგრამ ჩვენ გვინახავს არჩევნები, როცა წიხლებით ყრიდნენ ურნებში ბიულეტენებს, როცა ურნებს იპარავდნენ, როცა თავდასხმები ყოფილებდნენ და ასე შემდეგ. კონკრეტული დარღვევების ისევ შენარჩუნებულია და თქვენს წინათ საუბრობდა ბატონი ვახუშტი მენაბდე, მანამდე კიდევ სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი საუბრობდა, რომ აი თუნდაც კოორდინატორების მობილიზება ისევ შეინიშნება მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან. ნუ დღეს ახლა მარტო მმართველი გუნდი მონაწილეობს და ალბათ მმართველი გუნდის მხრიდან იქნება მხოლოდ კოორდინატორების მობილიზება. მგონი კანონით არ არის აკრძალული და ზუსტად აი ამ გადაცემის დრო იწურება და ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ კიდევ ერთ შეკითხვაზე. საკითხებს რაზე შეიძლება ისაუბროთ. ეს არის ზუსტად აი ამ ნიუანსების გამოსწორება. ეს არის საარჩევნო სისტემის დახვეწა. ეს არის იმ საკითხების გატანა პარლამენტში, რომელი დაპირებებიც ოპოზიციურმა პარტიებმა გასცეს წინა საარჩევნო პერიოდში. აი ყველა ქვეყანაში, სადაც მსგავსი სიტუაციები იქნება, ზუსტად ამაზე საუბრობენ. იმ ადამიანმა, რომელმაც 1 მანდატი მიიღო, ან 4 მანდატი იმ პარტიამ, აი ეს საკითხები უნდა დააყენოთ დღეს ქართულ ოცნებასთან, რომ თუ თქვენ 4 წლის განმავლობაში აი ჩემს სეკი ამ დაყენებულ საკითხებზე, რომელი საკითხების გადაჭრაც მე დავპირდი ჩემ ამომრჩეველს. თუ ამ საკითხებზე თქვენ იმუშავებთ და მიიღებთ მსგავს გადაწყვეტილებებს, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ პარლამენტში. ეს არის პარლამენტის ბატონო ამირან, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდება განცხადებები, მათ აქვთ მოლოდინი, რომ მარტო არ დარჩებიან საკანონმდებლო ორგანოში და ოპოზიციის წარმომადგენლები შევლენ პარლამენტში. როგორ ფიქრობთ, თუ ვერ მოხდა შეთანხმება, კონსენსუსი და დიალოგმა ვერ გამოიგო შედეგი, ბოლომდე ერთსულოვანი იქნება ოპოზიცია, თუ ბარიერ გადალახული პოლიტიკური სუბიექტების კონკრეტული წარმომადგენლები მაინც საბოლოოდ ვარს აღარ იტყვიან მანდატებზე? პარტია მაგალითად, რომელმაც პირველივე მონაწილეობის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო 3, 4 ან 5%, მან უნდა იფიქროს ყვალინდელ დღეზე და არ უნდა ითამაშოს სხვა პარტიის. და გაქვთ მათგან მოლოდინი, რომ ისინი შევლენ პარლამენტში, კონკრეტულად ახლა რომელ პარტიებზეც საუბრობთ? ჯერ ამ განწყობებს, უბრალოდ განწყობების შესაძლოა შეიმჩნევა, მე ვიცი რამდენიმე პარტიის განწყობა, მაგალითად, სურთ მათ საპარლამენტო საქმიანობა, მე არ დავასახებ. მაგრამ მხოლოდ ეს განწყობები არ არის საკმარისი. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას შეეცადონ, მიუხედავად ოპოზიციური პარტიების არასწორი ან ძალისმიერი განცხადებებისა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, შეეცადონ შექმნან სათანადო გარემო იმისათვის, რომ კონსტრუქციული მოლაპარაკებები შედგეს და ჩვენ მივიღოთ ნორმალური პარლამენტი. არავის არ სურს, არც მე მსურს ერთპარტიული პარლამენტი, მაგრამ ყოველი არჩევნების შემდეგ წაგებულმა პარტიებმა მსგავსი ბოიკოტი აცხადონ, ამასაც უნდა დაესვას წერტილი. ძალიან დიდი მადლობას გადაგიხდით ბატონო ამირან, რომ მოახერხეთ და იკავით ჩვენ გაცემს. დიახ. მადლობა თქვენ, რომ მოახერხეთ და იკავით ჩვენ გაცემის სტუმარი. სამწუხაროდ ჩვენ გაცემის დრო ამოიწურა. ახლა პალიტრა ნიუსის საინფორმაციო გამოშვების დრო არის ჩვენს ეთერში. 9:30 საათში კი ჟურნალისტი ეკა წივწივაძე შემოგიერთებათ. სხვა სტუმრებთან ერთად სპეცპროექტი არჩევნებრივი 2020 პალიტრა ნიუსის ეთერში მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. გმადლობთ, რომ გვიყურებთ.